დილამშვიდობისა ზუგდიდელებმა და ზუგდიდის ბევრმა სტუმარმაც, ვინც ოდესმე ყოფილა დადიანების რეზიდენციის ბაღში, არ შეიძლება არ იცოდნენ და არ ქონდეთ შემჩნეული ულამაზესი მონოლითისგან ნათალი ტახტი, რომელიც ხელოვნური ტბის სიახლოვეს დევს. ეთნოგრაფიულად ეს ქვატახტი გაცილებით მეც ნიშნავს, ვიდრე იმას, რისთვისაც დადეს დადიანებმა თავიანთ კარზე ეს ტახტი. საერთოდ ქვატახტი კოლხური ეთნოგრაფიის მიხედვით იყო სიმბოლო სამართალზე დამყარებული მმართველობისა. სამეგრელოში ქვატახტი არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ რამდენიმე ადგილას იდგა და თავისი ფესვებით გაცილებით ძველია, ვიდრე დადიანების ბაღში მდებარე ქვა. დადიანების ტახტზე ხდებოდნენ სამეგრელოს მთავრები, როცა სამართალს არჩევდნენ. ქვის ტახტი განიხილებოდა როგორც გაუვალი შრე, რომელიც განარიდებდა მასზე შემდგარ მოსამართლეს ქვენა მიწიერის რახვებისგან და ყველა სხვა მოტივისგან თვინიერ სიმართლისა, რათა მხოლოდ ღვთის ზეგავლენით ზეციერი კანონებით განესაჯა ბრალეული და დაეცვა სამართალი. ხოლო ნერჩისგან, მიკერძოებული მფარველისგან იზოლირებული მფიცავი, ბრალდებული იქნებოდა ის ბრალის დამდები მოპასუხე თუ მოწმე, მხოლოდ თავისი სიმართლის ამარა ღმერთთან პირისპირ რჩებოდა. ეს არის ანთეოსისა და მისთვის ძალის მიმნიჭებელი მიწის ანალოგია. შეუვალი და მყარი ძალაუფლება, უბრალოდ ამა ძალაუფლების გამოვლენის აუცილებლობა მთავარს მოსამართლეს მინიჭებული ქონდა ცისგან, დისგან. ქვატახტის საღვთო ტახტად იყო მიჩნეული. ამ ტახტის წინაშე აღევლინებოდა სამადლობელი პარაკლისი უფლისადმი, რომელმაც დადიების გამარჯვება ინება, ან სხვა რამ წყალობა გადმოავლინა მასზე და მის სამფლობელოზე. საინტერესოა, რომ საზღვაო ქვეყნებში და მათ შორის, რა თქმა უნდა, ძველ კოლხეთში, ქვატახტის ფუნქციას ასრულებდა წყალი, წყალტახტი. ამაზე მიგვანიშნებს ის ფაქტი, რომ ძველ ბერძნულ და კოლხურ ამფორებზე გამოსახული მეფე აიეტი სხვებისგან განსხვავებით წყალზე დგას. წყალია მისი ძალაუფლების წყარო და სიმბოლო, რასაც ძველი სამყარო აღიარებდა. ამ ძველთაძველი რწმენის ანარეკლია წყალთან დაკავშირებული სიმბოლიკა ძველსა და ახალ აღთქმაში, წყალზე გავლა, კლდის განპობა და წყლის გადმოდინება. ნიშანდობლივია, რომ სამართლის ჭრაში ძველ კოლხეთში, ისევე როგორც დანარჩენ წარმართულ სამყაროში, უდიდეს როლს ასრულებდა დამნაშავის წყლით გამოცდა. წყარს გეოთამა, წყარს მეჩამა, წყარს ინოკირუა და ასე შემდეგ. ამას უკავშირდება აგრეთვე გველის პირული სახე წყალთა მბრძანებლისა გვერშაპისა, აფისა, რომელიც წყალს აზის, წყარკარს გეხე და ისე ჭრის სამართალს. დროთა განმავლობაში წყარკარი ქვატახტმა ჩაანაცვლა, თუმცა ძველი კვალი მაინც დარჩა. შეიძლება შემთხვევითი არ იყოს, რომ ქვატახტი ეწოდება ადგილს ჭაქვინჯის მიდამოებში, რომლის ტოპონიმიკა ერთ-ერთი ვერსიით ეტიმოლოგიურად სწორედ წყალთან არის დაკავშირებული. ამასთან წყარკარის კონცეფცია ქვატახტის კონცეფციას შეერწყა. სააჯო ქვასთან მიდის ადამიანი, რომელიც წყალობას, ჭყოლობას, წყალს, სამართალს ითხოვს. ისტორიას თავისი კანონზომიერება აქვს. მოხდა ისე, რომ თავის დროზე ლევან დადიანის მიერ კონსტანტინოპოლიდან ზუგდიდის რეზიდენციაში ჩამოტანილმა ამ ქვატახტმა ფუნქცია დაკარგა და ხელოვნურ ტბასთან მიუჩინეს ადგილი. მაგრამ თუ ვინმე ფიქრობდა, რომ ძველი კოლხეთი წარსულ ჩაბარდა და მისი ნაშთი ამფიქალის სახით მხოლოდ ფანგული კადრილი საცეკვაო დღე შეიძლება გამომდგარიყო, ძალიანაც შეცდნენ. არავინ უწყის დაფარული ნება უფლისა. იქნებ სინამდვილეში ისევ შეიკრა ღვთაებრივი ციკლი დროჟამისა, წყარკარი და ქვატახტი სიმბოლურად გაერთიანდა. დავინახავთ ამას, გვეყოფა ისტორიზმის განცდა, ჩავწდებით ამ ორმაგი სიმბოლოს ზარს, მომავალი გვიჩვენებს.